დილამშვიდობის თქვენ უყურებთ მოამბეს 10 საათზე სტუდიაში ლიზა ციკლაური მუშაობს. ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი საჯარო მოხელეთა სკოლა და ნოდარ ხადურის ჩინეთში ვიზიტის ანგარიში. ეს ის საკითხები, რაზეც მთავრობის დღევანდელ სტომაზე მსჯელობდნენ. აღნიშნულ თემებზე კომენტარების ხდომის დაწყებამდე გაკეთდა. რატი ხვისტანი განავრცობს თემას ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. რატი გისმენთ? მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ნოდარ ხადურის ჩინეთში ვიზიტის დეტალებით. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრები გაიმართა უმაღლეს დონეზე და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ახლად დაფუძნებული აზიის საინვესტიციო ინფრასტრუქტურული ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით არის დაინტერესებული. ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ბანკის წარმომადგენლები აგვისტოს ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში და მასშტაბურ ღონისძიებას გამართავენ. ამ ფორუმზე მოწვეული იქნება რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი და ისინი პირადად ნახავენ თუ რაში შეიძლება იქნას ჩადებული ინვესტიციები. ასევე ნოდარ ხადურის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელთაც ჩინეთი ინტერესდება, არის აბრეშუმის გზის პროექტი. ეს idეები პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს ხელი მოაწერა 57 ქვეყანამ, მათ შორის არის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო. ეს არის ახალი ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საკმაოდ სერიოზული კაპიტალი ექნება ამ ბანკს. რამდენი იქნება? ისინი ფიქრობენ, რომ საუბარი არის დაახლოებით $500 მილიარდ, რომელიც ექნებათ მათ და მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას. მე მინდა გითხრათ, რომ მე გარდა ამისა მქონდა ორმხრივი შეხვედრები, შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს და მასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის დროს ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა. მთავრობის ხდომის დაწყებამდე კი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მან ისაუბრა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით. მისი თქმით, 160 მილიონი ლარით ბიუჯეტის კორექტირება ადეკვატურია იმ გამოწვევებისა, რომლებიც ქვეყნის წინაშე ამ დროისთვის არსებობს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისათვის, რომ ეს დანაკლისი რაც საგადასახადო შემოსავლების შუქით დავაბალანსოთ. ეს არის როგორც მეოთხე თაობის ლიცენზიები, ასევე დამატებით გრანტები და შემოსავლის სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, შესაძლებელია ზოგიერთ ექსპერტს სურდეს, რომ პენსია არ გავცეთ ან სოციალური პროგრამების შევაჩეროთ, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვის ნაწილში, ეს დაახლოებით 160 მილიონი შემცირება სრულიად საკმარისია და ადეკვატურია იმისი, რა საჭიროებების უდგას წინ ბიუჯეტს იმისათვის, რომ მოემსახუროს როგორც საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართოს სახელმწიფო. პრემიერ-მინისტრმა ასევე მთავრობის ხდომაზე ისაუბრა საჯარო მოხელეთა სკოლის დაფუძნების შესახებ. ამის შესახებ ისაუბრა ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საჯარო სამსახურის ზოგად რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მომზადებულია. ჩვენ გასულ კვირას დავიწყეთ და ჩვენ პრინციპში უკვე დავამტკიცებთ და მოვიწონეთ მთავრობაზე საჯარო სამსახურის ახალი კანონპროექტი და გავაგზავნეთ პარლამენტში და ეს მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებით. გადავწყვიტეთ, რომ ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად იმ დროისთვის უკვე მომამზადოთ და შექმნილი იყოს საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი. მე ვთხოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს ხალბატონ ნინოს, რომელიც გვესწრება აქ. მან მოამზადა ასე ვთქვათ გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცენტრის ჩამოყალიბება. ეს სკოლა საშუალებას მოგცემს, რომ წელიწადში საწყის ეტაპზე გადავამზადოთ 12-14,000 საჯარო მოხელე. ასეთ ციფრს, როდესაც ვასახელებ, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ტრეინინგი იქნება როგორც საბაზისო, ასევე თემატური. მინდა აქვე მოგახსენოთ, რომ ეს ცენტრი ძალიან საინტერესო მოდელებს თავაზობს ტრეინინგის. ეს არის მოდულირებული სწავლება, ეს არის ჯგუფური სწავლება, ეს არის shadow პროგრამა ეგრეთ წოდებული. მთავრობის ხდომა გრძელდება. მინისტრები დღეს სულ 31 საკითხს განიხილავენ. მადლობა რატი ხვისტანი საუბრობ